კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარები კიდევ ერთხელ გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკაში შეკრებილებს, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას და მრევლის წევრებს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ამ დროისთვის დაახლოებით 8 საათისთვის მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე კვლავ არის გარკვეული ცვლილებები, რასაკვირველია ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით ან გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ექიმები ბუნებრივია, რომ მუდმივად აკვირდებიან, მუდმივად, პერმანენტულად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება მაგალითად რომ ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ეს მაგალითისთვის. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ვამბობ, რომელიმე მიმართულებით მაგალითად უფრო დაბალ დოზაზე წამალზე გადაყვანა და ასე შემდეგ. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოთმინებით, რა თქმა უნდა, ექიმებს მათ სამუშაოს, მათ დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე შემდეგ შეგვეძლება რომ გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის ისეთი პროცესი, რომელსაც ჭირდება რასაკვირველია მუდმივად დაკვირვება, მუდმივად ძალიან ფრთხილად გაზომვა და შესაბამისად დასკვნების სწორად მედიკამენტები ჭირდებოდა გარკვეულწილად გულის მუშაობასა და წლების შენარჩუნებას. მედიკამენტები ეს დასაწყისშივე ვთქვით, რომ ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ორგანიზმის უკავია ამჟამად მედიკამენტებს. შესაბამისად, დიახ, რა თქმა უნდა, მათ შორის ეს რეანიმაციული მკურნალობა გულისხმობს, რა თქმა უნდა, ცალკეული ასეთი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მედიკამენტების მიწოდებას. ეს მედიკამენტები ეძლევა ზუსტად. რაც შეეხება კითხვას, კრიტიკული რამდენი საათია, ეს სიმართლე გითხრათ, არ მგონია სწორად დასასმელი კითხვა. ყველა საათი და ყველა წუთი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანიც და მთავარიც. აქედან გამომდინარე ვაკვირდებით, მე არ მგონია რომ დავასახელო რამდენიმე საათი, რომლის გასვლის შემდეგ აბსოლუტურად ურისკო გახდება, ასე ვთქვათ, პროცესი. როგორც ვიცით, თურქ რეანიმატოლოგზე წინადადებებს არ დამთავრებინეთ, გამიჭირდება ეს საუბარი. ვიტყვი ყველაფერზე გეტყვით, მოგახსენეთ. კი ბატონო. ეს როგორც დილითაც მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავდით, ვაკვირდებოდით პროცესს თუ რა შეიძლება ყოფილიყო საჭიროება, ან სად შეიძლება თუნდაც გვეცადა, რომ მაგალითად ან ახალ მედიკამენტზე გვეფიქრა, ან მაგალითად ისეთ საშუალებაზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება ვთქვათ არ ყოფილიყო გამოყენებული, ან ყოფილიყო ვთქვათ დაშვებული როგორც ცდა, ასე ვთქვათ, გაუმჯობესების ამ მკურნალობის პროცესის მაგალითად უცხოელი ექიმის მოწვევა. ჩვენ ამაზე დილიდან ვიმუშავეთ, დილიდანვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილი ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში ექიმი, საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი, რეანიმატოლოგი, დიახ, იქნება აქ თბილისში, შესაბამისად კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ, ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები იქნება პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნებ იყოს რჩევა რაიმე უკეთესზეც. შესაბამისად, ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. გადაყვანაზე მე გიამბეთ, მანამდეც გითხარით, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს უწმინდეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს შესაძლებლობას ფიქრისა იმის შესახებ, რომ გადავიყვანოთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამჟამად მდგომარეობა ისეთია, რომ სხვაგან მკურნალობის საჭიროებას ვთქვათ, რომ სხვაგან მკურნალობა უკეთესი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს, რეალურად ამის თქმის საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. ეს დაადასტურა ზუსტად სიტყვასიტყვით პრაქტიკულად აქ დღეს გამართულმა კონსილიუმმა, რომელზეც აღინიშნა, რომ მეთოდოლოგია, სისტემა მკურნალობისა რეალურად არის გამართული, არავითარი დამატებითი ან შენიშვნა, ან რაღაცა კორექტივი შეტანილი
არ ყოფილა ამ მეთოდოლოგიაში. სატურაციის გავარდნის შემდეგ რამდენი საათში აღმოჩნდა ჩაფეძის კლინიკის გავლის შემდეგ ამ კლინიკაში ილია მეორე. ესე იგი ზუსტად დაზუსტებით დროების თქმა გამიჭირდება, მაგრამ პირველივე წუთებიდანვე გახლავართ საქმის კურსში და მივსდება ასე ვთქვათ ვითარებას. ეს დაახლოებით გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუა დღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, შესაბამისად სატურაციის ვარდნა იყო, შესაბამისად იყო გარკვეული პარამეტრები, რომელიც მოითხოვდა გარკვეულ ჩარევას, შესაბამისად მიღებული იქნა კურნალი ექიმების მიერ გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ჰემოგლობინმა მიანიშნა, ასე ვთქვათ, ექიმებს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გამოაშკარავდა და შესაბამისად დაუყოვნებლივ, აი პრაქტიკულად როგორც კი ეს გამოაშკარავდა წუთებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ პოლიპროფილურ დაწესებულებაში პატრიარქის გადმოყვანის შესახებ. აქაც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული, ეს იყო დაახლოებით დღევანდელი დღის 2 საათი, ღამის 2 საათი. ამ 2 საათზეც აი დაუყოვნებლივ პრაქტიკულად წუთებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო манипуляციების განხორციელების შესახებ, რაც განხორციელდა და ამაზე მოგახსენათ უკვე ექიმმა, რითაც პრაქტიკულად წარმატებულად ჩაიარა, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული, ასე ვთქვათ, იმ კერისა, საიდანაც მომდინარეობდა სისხლის დაკარგვა. არა, სხვათა შორის ეს ამას დაკვირვებით გაეცნო უშუალოდ ის სპეციალისტები, გაეცნენ ის სპეციალისტები, ვინც მუშაობდნენ ღამით და რეალურად რაიმე სხვა აქტიური კერა, სადაც რომელიც შეიძლება ყოფილიყო წყარო პრობლემებისა, რეალურად შენიშვნული ვერ იქნა. ამის დასტურია ის, რომ აქედან მოყოლებული ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემა არ განვითარებულა მოცემულ შემთხვევაში. ეს არის დასტური პრაქტიკულად იმისა, რომ სადმე რაიმე აქტიური კერა სისხლის დაკარგვისა რეალურად არ არსებობს. პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რჩება კრიტიკული პარამეტრები, მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ კონსილიუმი რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე შეთანხმებული მანამდე შეტარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ჩართულები ამ პროცესში. პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას საჭიროებს. ასევე დღეს ჩვენ უფრო მოგვიანებით ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და აი ამ ჩვენ მულტიდისციპლინურ მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ძალიან გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გითხარით, ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იმყოფება პატრიარქი, ხომ არ არის ჯერ მცდელობა მაგალითად გამოგვიძების მისი ან მდგომარეობასთან და ისევ მართვით სუნთქვაზე არის თუ არა ამაზე და რამდენი ხანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად ეს პერიოდი, აი რაღაც პერიოდი თუ არსებობს, ამაზე საუბრობენ. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ეს დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგცემს. სწორედ ამიტომ ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ ეს არის წნევა, პულსი იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. მოყვანის მომენტიდან ამ წუთამდე რო შეაფასოთ მდგომარეობა, როგორია ცვალებადობა და რა მოლოდინები არსებობს უახლოეს პერიოდში. მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია, იმიტომ რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა რა თქმა უნდა, სიტუაცია მართულია, მოდი ესე ვთქვათ, თუმცა მედიცინაში ამად კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება.